გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პასუხი ნაციონალური მოძრაობის დეზინფორმაციაზე. გაფართოების პროცესი როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღი, ევროკომისარი კუბილიუსის აღიარება. სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. სმენათ გამარჯობა ბატონო. ორკესტრის სმენა. თავის მუსიკა რო დაიწყება. შოიდან შესახვედრად რიტუალ ზე ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს თავდაცვის ძალების სარიტუალო სამსახური თქვენს პატივსაცემად მოწყობილია. სამსახურის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი გოგელიძე.
ეს იყო პირდაპირი ჩართვა პრეზიდენტის სასახლიდან. ახლა პრეზიდენტებს შორის დაიწყება ორმხრივი შეხვედრა, შემდეგ დაგეგმილი არის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელსაც ქრონიკა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი სომხეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და ელჩი გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. მაკა ბოჭორიშვილმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და ნაყოფიერი ვიზიტი უსურვა. ვიზიტის ფარგლებში ვაჰაგ ხაჭატურიანი შეხვდება პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სომხეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. ეს ხაჭატურიანის მეორე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები წელს საკმაოდ დინამიურად ვითარდება, საკმაოდ ბევრი მაღალი დონის ვიზიტი გაიცვალა ორ ქვეყანას შორის, ახლაც მასპინძლობთ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაც კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში და გაძლიერებაში. სომხეთი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი, რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურის, განათლების სფეროში. ასეთი დონის ვიზიტები ემსახურება სწორედ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას, რაც საჭიროა არა მხოლოდ სომხეთისთვის და საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მთელი რეგიონისთვის. ქრონიკა მეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა დადასტურდა ნაციონალური მოძრაობის ტყუილი. თინა ბოკუჩავამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს ეუთომ საქართველოს წინააღმდეგ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საპარლამენტო ასამბლეის სპიკერმა მოგწერა, რომ გავრცელებული ცნობა სიცრუეა. მეგინ არსავიძე გაგვაცნობს დეტალებს. თინა ბოკუჩავა, რომ ქართველი ხალხის მოტყუებას ცდილობდა, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამჯერად უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპიკერის განცხადებით. ქრონიკის კითხვაზე გვიპასუხა სპიკერმა, რომ 17-19 ნოემბრის პერიოდში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებზე არანაირი რეზოლუცია არ მიუღიათ. ამის ფონზე კი თინა ბოკუჩავა გუშინ აცხადებდა, რომ თითქოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია, რომელიც მისი განცხადებით საქართველოსთან დაკავშირებით იყო კრიტიკული შინაარსის. ბოკუჩავა სიცრუის გავრცელებაში ჯერ კიდევ გუშინ ამხილეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა და დღეს მისი ტყუილი კიდევ ერთხელ გამოაშკარავა სწორედ სპიკერის განცხადება. საპარლამენტო ასამბლეას არ მიუღია არანაირი რეზოლუცია 17-19 ნოემბრის საშემოდგომო შეხვედრაზე სტამბოლში. მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო სიცრუეა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები მხარს უჭერენ საქართველოში კონსტრუქციულ გამოსავალს ეუთოს ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად. ვიდრე ქართული ოცნების წევრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებს სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის იყენებდნენ, თინა ბოკუჩავა და დიდი წერეთელი ასევე იმყოფებოდნენ თურქეთში. ისინი ერთ-ერთ დარბაზში შეხვდნენ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს. მოკავშირეებთან ერთად ისაუბრეს, როგორც ირკვევა, ანტიქართულ საკითხებზე, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო თემებზე. მიიღეს გარკვეული გადაწყვეტილება, რომელსაც თინა ბოკუჩავა შემდეგ წარმოაჩენდა, რომ თითქოს ეს იყო რეზოლუცია, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ რადიკალები უკვე არ ერიდებიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სახელი გამოიყენონ სიცრუის გასავრცელებლად და აცხადებენ, რომ ორგანიზაცია უკვე ინფორმირებულია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ამბავი გახმაურდა თვითონ საპარლამენტო ასამბლეაზეც, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ თითქოს რეზოლუცია მიიღეს. ამან გამოიწვია ძალიან დიდი აღშფოთება მათ შორის წევრებში, იმიტომ რომ მიუღებელია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც საერთოდ არც არის ამ საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასეთი, ასე ვთქვათ, მავნებლური გზებით ახდენს საზოგადოების დეზინფორმირებას და ასევე პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელს უტევს საპარლამენტო ასამბლეას. ამიტომ დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ ამ საკითხს ნათელი მოფინეს. ასევე მადლობა მათ იმ ზაობისთვის, რომელიც გამოხატეს, რომ საქართველოსთან ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. ეს კიდევ ერთი მორიგი ნათელი მაგალითია, რომ ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური გაერთიანება პოლიტიკოსებიდან დივერსანტებად გადაიქცნენ და რისი ნათელი მაგალითი და მხილება იყო ის პასუხი, რომელმაც
კიდევ ერთხელ დაადასტურა და ამხილა ის სიცრუე, რასაც ნაციონალურ მოძრაობა და მათი მედიები ტირაჟირებენ, ეუთოს, ასე ვთქვათ, ლიდერშიპი მომხრეა მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, საქართველოს მოსახლეობა და უკვე მთელი საერთაშორისო საზოგადოება ნათლად ხედავს თუ რაზე არის აგებული ჩვენი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, ეს არის არა მხოლოდ საქართველოსთვის ძირის გამოთხრა, არამედ მათი მონდომება, რომ ეუთო და აზიანონ უკვე აშკარაა და ძალიან შემაშფოთებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. როგორც ირკვევა, ბოკუჩავას დღის წესრიგი ისევ არ შეიცვალა, სხვა რადიკალებთან ერთად ისევ დერეფნებში დადის, ავრცელებს დეზინფორმაციას, თუმცა ისევ უშედეგოდ. პირდაპირ ეთერში მეგინ არსავიძე საუბრობდა. ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოს ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირმა შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადადო. ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გაწია იმისთვის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირისთვის სათანადო ინფორმაცია მიეწოდებინა, თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, ბრიუსელი მზად არ არის მოისმინოს საქართველოს არგუმენტები. სამწუხაროდ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოს ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით. აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება საფუძვლიან ეჭვსაჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის. ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას. ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები, რომელსაც სოფო ბერიძე გაგვაცნობს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არის ცნობილი, რომ 21 ნოემბრის შეხვედრა სწორედ ბრიუსელის გადაწყვეტილებით გადაიდო, ბუნებრივია, რომ ხელისუფლების ოპონენტები ამ რეალობაშიც კი ცდილობენ, რომ ქართული ოცნების ბრალეულობაზე ისაუბრონ, ისინი ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ჩანიშნული შეხვედრის გადადების რეალური მიზეზი არის ქართული ოცნების ბოლოდროინდელი პოლიტიკა. დამატებით, ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ამ შეხვედრის გადადებისა მათ შორის არის ქართული დელეგაცია შემადგენლობა და ისინი ასევე ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ თითქოს ქართულმა ოცნებამ შეგნებულად შეადგინა ისეთი დელეგაცია, რომელიც ბრიუსელისთვის მიუღებელი იქნებოდა. ეს იმ პირობებში, როდესაც იცით, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ადასტურებენ მზაობას დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობას და მზადყოფნაზე სწორედ ასეთი ტიპის დიალოგების მონაწილეობაზე. Booking მათ სურთ რაიმე ფორმით ევროპელ პარტნიორებთან დიალოგი, სანქცირებული პირი შეიძლება შეიყვანო დელეგაციაში? თუ პროვოკატორი არ ხარ? დღეს ჩვენ რა რეალობაშიც ვიმყოფებით ევროკავშირთან, მის ინსტიტუტებთან, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის ნაწილზე, რომ ჩვენ საბოლოოდ დავაზიანეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, ურთიერთთანამშრომლობა, ეს არის პირდაპირ პასუხისმგებლობა ქართული ოცნების პოლიტიკის. ოპონენტების ბრალდების პასუხად ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, ვინ იქნება დელეგაციაში კონკრეტული მოლაპარაკებების დროს და რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ოფიციალური თბილისი მიიღებს. რაც შეეხება ბრიუსელის გადაწყვეტილებას გადადოს საქართველოსთან ჩანიშნული შეხვედრა, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ოფიციალური თბილისის სიმართლე, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ევროკავშირი საკუთარ პოზიციებს ცრუ ნარატივებზე აგებს და სწორედ ასე განსაზღვრავს საქართველოსთან ურთიერთობის ფორმებსაც.
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც რომ ვკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ. მიზეზი მარტივია. როდესაც საკუთარი პოზიციებით სრულ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალის სიტყვის შეხებით ჩამოგეშნება. სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი ევროპა არ არსებობს. ერთ-ერთი ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, დიალოგია და რა თქმა უნდა, მხოლოდ სიმართლეზე საუბარი და ჭეშმარიტების განხილვა, კომუნიკაცია, მაგრამ ხედავთ, რომ ეხლა გარედან მართული, deep state-ის მართული ევრობიუროკრატია უარს აცხადებს კომუნიკაციაზე, მათთვის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია მნიშვნელოვანი, რომელიც არის ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი. ზეწოლის მოსახდენად საქართველოში გარკვეულ თანამდებობის პირებს სანქციებს უწესებენ, რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია და არავის გადასაწყვეტი არ არის, თუ რომელი პირი იქნება საქართველოს წარმომადგენლად დელეგაციაში ჩასმული, არავის არ აქვს უფლება და თქმის საშუალება, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები და ვინმე დაიცუნონ, ან მათ მოწონებულზე იყოს დელეგაცია შემდგარი. დიახ, ის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას, ვინც ქართველი ხალხის ინტერესს იცავენ. როდესაც მათ დაინახეს იმის პერსპექტივა, რომ ქართული დელეგაციის მხრიდან აი ამ სიყალბეზე იქნებოდა კონკრეტული არგუმენტირებული პოზიცია გაჟღერებული და წარმოდგენილი, რაც თავისთავად იქნებოდა იმის მომასწავებელი, რომ მათი ეს მთელი, ასე ვთქვათ, თითქმის გამოწვეული ყალბი ნარატივი იქნებოდა აბსოლუტურად გაცამტვერებული, მაშინვე აბსოლუტურად თითქმის გამოწვეული ასევე ესეთი მოგონილი შეიძლება ითქვას მოტივებით და საბაბით აიღეს ხელი შესაბამისი დიალოგის გამართვაზე. რეალურად ის თუ ვინ იქნებოდა ქართული მხარის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს გადასაწყვეტი, აქ მთავარი არის შინაარსი, მთავარი არის შესაბამისი არგუმენტები და ის პოზიცია, რომლითაც იქნებოდა ქართული მხარე და ჩვენი დელეგაცია წარმოდგენილი ბრიუსელში. როგორც ხედავთ, ამისათვის მზაობა ევრობიუროკრატებს არ გააჩნიათ. საქართველოსა და ევროკავშირის შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგი ბრიუსელში უნდა გამართულიყო 21 ნოემბერს, თუმცა რამდენიმე დღით ადრე ვიგებთ, რომ სწორედ ბრიუსელის გადაწყვეტილებით ეს შეხვედრა გადაიდო. ოფიციალური თბილისი უფრო კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება აჩენს საფუძვლიან ეჭვს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურს არ ამოძრავებს შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და რომ ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები. პარლამენტიდან სოფო ბერიძე საუბრობდა. ევროპარლამენტართა ნაწილი ბრიუსელში გამჭვირვალობას ითხოვს. ანდრაშ ლასლო მარტაკოსის განცხადებას ეხმიანება. კოსმა აღიარა, რომ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ახლა კანონის გვერდის ავლით ეძებს საქართველოში ფინანსების ჩარიცხვის გზებს. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ბრიუსელი არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად, რაც უნდა შეწყდეს. მარტაკოსმა პრაქტიკულად აღიარა ის, რომ აქ შემოდის შავი ფული. შემოდიოდა და ვინაიდან სახელმწიფომ დააწესა კონტროლი, ამ ფულის შემოტანა გაჭირდება. ერთ მხრივ ეს არის აღიარება და მეორე მხრივ ეს არის მითითება არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი და მათზე დამოკიდებული კონკრეტული პირებისადმი, რომ ეს უფრო ექსტრემისტული მოძრაობები უფრო ხისტი უნდა იყოს. მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები უფრო ხისტი უნდა იყოს, რათა დროულად მოხდეს მათი დაფინანსება. ვეძებთ დაფინანსების გზებს ნიშნავს იმას, რომ აპირებენ შავი ფულის შემოტანას. ან მიანიშნებენ იმაზე, რომ ეს ფული არ შემოვა, თუ კი არ იქნება სახელმწიფოს მიმართ ლაშქრობა უფრო ხისტი და დამაზიანებელი და სისხლისღვრელი. ეს ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ აპირებენ დააფინანსონ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორი, პირები, რომლებიც პირდაპირ გარედან მართულები არიან, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში თანხას აუცილებლად მოყვება შესაბამისი გავლენა, შესაბამისი დავალება და ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულება, რაც არის გამჭვირვალობა, ამ ღირებულების საწინააღმდეგოდ ამბობს კალბატონი, რომ ჩვენ არ ვიტყვით ქართულ ხალხს, ვის ვუხდით
ვუხდით თანხებს, ეს თანხები რაში იხარჯება და მათ შორის ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და საზოგადოება ძალიან კარგად იცის, რომ მათ შორის ევროკავშირიდან დაფინანსებული თანხები ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური სცენარების მოწყობაც იგეგმებოდა და მათ შორის რეალიზებაში მოყვანის მცდელობებიც ჰქონდა. ზუსტად ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, თუ საქართველოში ცვლილებები მოხდება. ამით ევროკომისარი პირდაპირ აღიარებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანს პატივს არსემს, გაფართოების პროცესს კი შანტაჟისა და პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებენ. საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება. ის წარმოადგენს ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს გლობალური ომის პარტიისას. მდენიმე დღის წინ თქვა კუბილიუსმა, რომ ევროპა უნდა ემზადებოდეს რუსეთთან ომისთვის. რუსეთი 2-4 წელიწადში მათ შორის ბალტიისპირა ქვეყნებს შეიძლება რომ გამოუცხადებს ომს. ანუ პირდაპირ აღიარა მან, რომ მას ურჩევნია, რომ უკრაინაში ომი იყოს, საქართველოში ომი იყოს, ოღონდ რუსეთმა არ მოიცალოს მერე ბალტიისპირა ქვეყნებისთვის და ზოგადად ევროპისთვის. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ჩვენი პოზიციონირება საქართველოსი, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და სუვერენიტეტის შენარჩუნება. თუმცა ის ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, პირველი ეს არის ხელოვნურად შეჩერებული, სწორედ მათი მხრიდან, კობილიუსების და კოსების მხრიდან, ეს ერთი. და მეორე, უფრო დიდი ამოცანა არსებობს, რომ საქართველოს ჩათრეულ იქნეს იმ სოფლიო დაპირისპირებაში, რომელიც მიმდინარეობს და რომელსაც მხარს უჭერს ევროპული ბიუროკრატია. ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთა თავის დასკვნა, როდესაც არჩევანი გააკეთა სწორედ იმ პოლიტიკურ ძალაზე, ვინც სტაბილურობას პირდება და გადარჩენის გზას. ასე რომ შანტაჟი არასაკურველია, მაგრამ ორაზროვნება ამაში არ არის. იკითხება პირდაპირ მუქარა საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად საქართველოს მიმართ. თუ კი საქართველოში მათთვის სასურველი ხელისუფლება არ მოვა, თუნდაც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ესე იგი ფაქტობრივად ეს არის წითელი ხაზი ევროკავშირთან შესაბამისი მოლაპარაკებების განახლების კონტექსტში. სამწუხაროდ ბრიუსელს, ევრობიუროკრატიას არ აინტერესებს რეალურად დემოკრატიული პროცესი, არ აინტერესებს არჩევნები, არ აინტერესებს ხალხის ნების განხორციელება და ხალხის ნების განმახორციელებელი ხელისუფლების ყოფნა, არამედ უნდა რომ ყავდეს თავისი მარიონეტები, რომელთაც პირდაპირ, ესე იგი, შესაბამის დავალებებს მისცემენ, რომლებიც უნდა იქნეს უაპელაციოდ შესრულებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა. საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იზრდება ჯარიმები. საუბარია მანევრირების წესის დარღვევაზე, სიჩქარის გადაჭარბებაზე, ღვედის გამოუყენებლობაზე, მართვის დროს მობილური სარგებლობასა და დგომა გაჩერების წესის დარღვევაზე. ცვლილებები დეპუტატებს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო. ამ წუთებში კი საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. კოდექსი სრულად განახლდება. ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ. მათ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა მოუწევთ. მიზეზი გარე ჩარევების პრევენცია და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უზრუნველყოფაა. იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამორჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესი და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ორივე სიტყვით სლად გესაუბროთ. იყო აბსოლუტურად ტყუილზე და დეზინფორმაციაზე აგებული კამპანია, მცდელობა ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებისა თითქოს აღნიშნული ცვლილებით ერთმევად საარჩევნო უფლება ჩვენს არარეზიდენტ უცხოეთში
ცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და ეს არის ეს მტკნარი სიცრუე, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, საარჩევნო უფლება რჩება ძალაში, როგორც პასიური, ასევე აქტიური საარჩევნო უფლება. უბრალოდ კანონმდებელი ამ შემთხვევაში ადგენს სპეციალურ წესს, რომელიც არის აპრობირებული ცალკეულ დემოკრატიულ ქვეყნებში, იქნება ეს ირლანდია, იქნება მალტა, იქნება ისრაელი, იქნება სომხეთი, რომლის შესაბამისადაც საპარლამენტო არჩევნები ტარდება ქვეყნის საზღვრების ფარგლებს შიგნით, ანუ იმ ქვეყანაში, რომელიც ატარებს არჩევნებს. აქ ჩვენ უნდა ვთქვათ შემდეგი რამ. საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების პროცესის დასრულების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. პრაქტიკულად ეს არის ის ძირითადი არჩევნები, რომელიც აყალიბებს ყველა სახელისუფლებო რგოლს, გარდა გასაგებია თვითმმართველობის არჩევნებისა, სწორედ ამ რესურსის პოლიტიკური და ნდობითი რესურსის გამოყენებით ხდება მთავრობის ადმინდობის გამოცხადება და მთავრობის ჩამოყალიბება, შემდეგ უკვე პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს, ანუ მთელი აღმასრულებელი ხაზის მოდის სწორედ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, ამიტომაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ყველა თანამოქალაქის მიერ გააზრებული გადაწყვეტილების მიღება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა გამშვებ პუნქტ სარფის ტერიტორიაზე ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო ავტობუსის საბარგულში 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინის სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს. დანაშაულები 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების თაღლითურად დაუფლების დაღლიდობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტზე 4 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ სამშენებლო კომპანია ნომერ 1-ის ხელმძღვანელებმა 2020 წელს გაიმარჯვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 6.632.130 ლარს. შესრულებული სამუშაოსთვის კომპანიას გადაეცა 3.412.520 ლარი, თუმცა სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და ხელშეკრულება შეწყდა. გამოძიებით დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ინსპექტირების ორგანოების თანამშრომლების დახმარებით ყალბი დოკუმენტაციის მომზადებისა და გამოყენების გზით თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661.163 ლარს, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ ფაქტზე მკაცრი რეაგირება იქნება. ინტერნეტის თავისუფლებით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო 20-ში და ევროპის საუკეთესო 10-ში ანგარიში Freedom House-მა გამოაქვეყნა. საქართველოს აქვს უმაღლესი სტატუსი თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ Freedom House-ი საქართველოს აკრიტიკებს, ქვეყანას მაინც მაღალი შეფასება 70 ქულა აქვს. კრიტიკის საგანი კი უცვლელია და იმეორებს ევრობიუროკრატების ნარატივს, რომელიც მიღებულ კანონებსა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ეხება. არ შეიძლება საჯარო მოხელეებზე თავდასხმა შეურაცხყოფები, რომელიც სამწუხაროდ არაერთი ფაშისტური ხასიათის განცხადებების იზოლირების ენის კამპანიები ვიხილეთ, მათ შორის ევროკავშირისგან დაფინანსებული პირების მხრიდან, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი და როდესაც ჩვენს ქვეყანას ახსენებენ და ჩვენს ქვეყანაზე რაიმე ანგარის წარმოადგენენ, კეთილი ინებონ, რეალობა წარმოაჩინონ, რაც არის და ამავდროულად შეადარონ და შედარებითი ანალიზის დადონ სხვა ქვეყნების კანონმდებლობა როგორია, მაგრამ სამწუხაროდ ხედავთ, რომ რაც შეიძლება იუპიტერისთვის, ის არ შეიძლება ხარისთვის, არ შეიძლება საქართველოში დაცვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეებისა, საჯარო მოსამსახურეებისა, მაგრამ თურმე იგივე შეიძლება გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში. ჩვენ ვართ თანასწორები, თანასწორი ერი, არავითარ ნაკლები არა ვართ და შესაბამისად კანონმდებლობა ზუსტად გვაქვს რომ ევროპული. თბილისის მთავრობის ხდომაზე კახა ყალაძემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პროექტზე, მათ შორის ისაუბრა ახალ კანონ პროექტზე, რომელზეც მსჯელობას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. შემოვიღეთ ჯარიმები ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის, ამტვერებადი მასალის არასათანადო წესით ტრანსპორტირებისთვის, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრისთვის, ასევე მეორადი საბურავების შავი და ფერადი ლითონის ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მარტივად ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებისა და რეალიზაციისთვის განსაზღვრული ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6000 ლარამდე, სხვადასხვა დარღვევებისთვის გაიზრდება 2500-დან 30000 ლარამდე. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში განათლების მინისტრი Huawei-ის სათავო ოფისში იმყოფებოდა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. გივი მიქანაძეს კომპანიის საქმიანობა გააცნო ვიცე-პრეზიდენტმა უახლესი გამოგონებები და ის ინოვაციური პროექტები, რომელსაც კომპანია სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს თავაზობს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარესთან პარტნიორობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ Huawei თბილისის ერთ-ერთ სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს smart საკლასო ოთახის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობას. გივი მიქანაძე ასევე იმყოფებოდა შენჟენის ექსპერიმენტულ სკოლასა და პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მიმდინარე სასწავლო პროცესი დაესწრო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა Huawei-ის მიერ საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში smart კლასების მოწყობის თვალსაზრისით, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს როგორც სასწავლო პროცესის მიმდინარეობის კონტექსტში, ასევე ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით ჩინური ენის ჩვენი მოსწავლეებისთვის სწავლების მიმართულებით. Huawei წლის ბოლოს გადმოგცემს თბილისის ერთ-ერთი სკოლისთვის უსასყიდლოდ ამ საკლასო ოთახისთვის საჭირო აპარატურას, რომლის მიხედვითაც შესაბამისად გადამზადდებიან მასწავლებლები და უკვე დაინერგება ერთ-ერთ სკოლაში ეს სასწავლო პროცესი. დიდგორი 2025-ის ფარგლებში ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე რეზერვისტების მონაწილეობით შემაჯამებელი საველე სწავლება გაიმართა, სადაც მათ ჩასაფრების ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. წვრთნაში ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 204 ბატალიონის რეზერვისტები მონაწილეობდნენ. იმიტირებული სცენარის მიხედვით რეზერვისტებმა კონტრაქტზე რეაგირებისა და სამედიცინო ევაკუაციის ტიპის ამოცანები შეასრულეს. დიდგორის სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. დიდგორი 2025-ის ფარგლებში რეზერვისტთა მომზადების ცენტრში ჩვენ გავიარეთ თეორიული მომზადება, პიროვნების ჩხრეკის, სამედიცინო მომზადების, ტაქტიკური გადაადგილების და პირადი შემადგენლობის ტაქტიკური წყობების შესახებ. ეროვნული გვარდიიდან მივიღეთ რეზერვისტები, რომლებმაც პროგრამის შესაბამისად გაიარეს სხვადასხვა სწავლებები. სწავლების ბოლოს რეზერვისტებმა აღასრულეს ჩასაფრების ოპერაცია, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო პირველად არის ჩართული უწყებათა შორის სწავლება დიდგორი 2025-ში, ვახორციელებთ სამობილიზაციო რეზერვის გამოძახებას და შესაბამის უწყებებზე გადაცემას. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერისა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით ცნობილი ჟურნალისტის აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ 3 კატეგორიაში გამოავლინა. ყველა ის თემატიკა, რომელიც აცოცხლებს ჩვენს ისტორიას, აფხაზეთთან დაკავშირებულ ადამიანებს და ამ გმირობის მაგალითს აძლევს მომავალ თაობას, ამის მხარდაჭერა ჩვენთვის პრიორიტეტულია და მინდა მიულოცო ყველა გამარჯვებულს. ეს ჯილდო ერთის მხრივ ემსახურება საშა ბერულავას სახელის უკდავყოფას და მეორეს მხრივ ვცდილობთ, რომ წავახალისოთ მეტი მედია პროდუქტი აფხაზეთთან დაკავშირებით ქართულ მედია სივრცეში. ძალიან ბედნიერი ვარ პირველ რიგში იმით, რომ ჩემი ნამუშევარი გამოვლინდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საკონკურსო სტატია. კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე მას შემდეგ, რაც 32 წლის შემდეგ ჩემმა ოჯახმა შეძლო დისტანციურად ენახა გაგრაში ჩვენი სახლი. ეს დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დროებით.